ეს არის პიპაროზი Gold Rider-ი. ჩვეულებრივ ფორმაშია გაზრდილი. ეს არის დაახლოებით 6-7 წლის. მაგრამ ჩვენ გვინდათ მას მივცეთ იაპონური კრეჭა ნივაკის ფორმა. როდესაც მას ეკნება აქ თათებივით რამოდენიმე ადგილას სხვადასხვა ფორმის თათები ექნება, აი ასეთი ფორმა გვინდა მას მივცეთ, ნივაკის ფორმა. ეს ახლა არის კარგ ასაკში. აი ამ ასაკში ამის გაკეთება არის ყველაზე მოხერხებული. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორი. თხოვთ კადრი მიმართოთ აქეთ. პირველ რიგში უნდა მოვინიშნოთ ტოტები, რომლებიც არის ყველაზე მსხვილი და ერთმანეთისაგან მეტნაკლებად დაშორებული. თქვათ, აი ეს ტოტი არის მსხვილი. მე ამ ტოტს დავეყრდნობი 1. ამ ტოტს დავეყრდნობი, შედარებით მსხვილია. აი აქეთა ტოტს დავეყრდნობი, ამ ტოტს დავეყრდნობი, ან ამ ტოტს დავეყრდნობი. ანუ ჯერ შევარჩევ მსხვილ ტოტებს, ეკეთ ვიბრძანდით, შორი მანძილიდან გადაიღეთ. ანუ პირველ რიგში მე დავეყრდნობი მსხვილ ტოტებს, აი ასეთს, აი ამას, მაგრამ მანძილი მათ შორის უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრი. არანაკლებ, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც ეს დიდი გაიზრდება, ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალო და უნდა ვეცადოთ, რომ მქონდეს მეტნაკლები პროპორციული მიმართულება. შემდეგ მანძილიც არ უნდა იყოს ძალიან დიდი. აი აქამდე იქნება შიშველი და მერე უკვე აი აქ ასეთი თათი ან ელიფსური ფორმა ექნება. აი როდესაც ჩვენ მოვინიშნავთ აი ამ მსხვილ ტოტებს, ამის შემდეგი ეტაპი არის გამოვჭრათ წვრილი ტოტები, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის სწორი ხედვისათვის. როდესაც ამას გამოვათავისუფლებთ, უკვე მეტნაკლებად ფორმირებული იქნება, რას ვტოვებთ და რას არა. ამას ახლა მე გავაკეთებ თანმიმდევრულად და ნაბიჯ ამ დასაწყისიდან ბოლომდე მე თქვენ ამას წარმოგიდგენთ. აი უკვე იხატება პირველი კონტურები. ქვედაძირი მოვაშორე, მსხვილი ამას დავეყრდნობი, ამას დავეყრდნობი, ამას დავეყრდნობი, ამას დავეყრდნობი და აი ნელა-ნელა მივდივარ, გამოხატვა მიდის როგორ უნდა იყოს. ეს არა. ამას შევინახავ. აი ჩვენ ახლა მას უკვე მივეცით ზოგადი ფორმა და მე მინდა დაგიხასიათოთ ეს ზოგადი ფორმა. ესე იგი, ჩვენ უკვე დავეყრდნით მსხვილ ტოტებს და მას მივეცით მეტნაკლებად იარუსებიანი ფორმა. ხედავთ ხო იარუსები და იარუსებზე დავეყრდნით მსხვილ ტოტებს, რომლებიც მეტნაკლებად გააშლილი არიან ისე რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით იყოს, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა არსებული მოცემულობა. აი ჩვენ ახლა ამ სიმაღლემდე ავედით, მხოლოდ ჩქარა არ ამოძრავო, მხოლოდ კენწეროზე არ გაგვიკეთებია, იმიტომ რომ ვაცლით მცენარეს გაზრდას და რაც უფრო დიდი იქნება მცენარე და რაც უფრო მეტი გამტოტება ექნება, მით უკეთესია. ახლა ამათ შორის მანძილი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს. ამათ შორის მანძილი და გავითვალისწინოთ ის, რომ დროთა განმავლობაში ეს გამსხვილდება, საკმაოდ მსხვილი გახდება. ეს უნდა იყოს, მანძილი უნდა იყოს დაახლოებით ასეთი. დროთა განმავლობაში ეს გამსხვილდება, ესეც გასკელდება და ის ჩამოიწევს ქვევით. ეს უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, ესეც გასკელდება, დაახლოებით ასეთი ფორმა იქნება ამას. ელიფსური, მეტადრე ელიფსური. შეიძლება კიდე უფრო მომრგვალებული ფორმაც იყოს, მაგრამ უფრო მიღებულია დაახლოებით ასეთი ელიფსური. ახლა მე შევუდგები რას? სიგრძის მართვას, ეს ამ სიგრძე იყოს დიდად აუცილებელი არ არის, დაახლოებით თქვა ამ სიგრძის უნდა იყოს, ამას მერმიშით მართავ და პირველ რიგში ვთხოვთ ოპერატორს მოახლოს კამერა, აი ესენი უნდა მოვაცილოთ. ისე რომ დაახლოებით აქ უნდა დაიწყოს მისი გამტოტვა.
აი ასეთი სახე უნდა მივცეთ მას და დაახლოებით აქ დაიწყება მისი გამტოტვა. ახლა კარგად რომ ჩანდეს. აი ნახეთ ახლა როგორ ვაკეთებ. დაახლოებით აქ უნდა იყოს შიშველი, რომ კარგად იყოს პოზიცირებული ის ფორმა. აი ასეთი სახით ახო კადრიდან ჩანს ხომ კარგად. აი დაახლოებით ასე. აი დაახლოებით ასეთი მანძილი უნდა იყოს და აი აქ უკვე იქნება ფორმირებული ის ფორმა. მომავალი წლის ამ დროს ამას ჩვენ კიდე არანაკლებ ორჯერ კიდევ შევკრიჭავთ, იმიტომ რომ კრეჭი შეგეავთ, უფრო ჩახშირდება და აქ ჩვენ მივიღებთ ფორმას. აი დაახლოებით აი ესეთ სახით. ამასაც თხოვთ კადრი ახლოს მოიტანოთ. ამასაც იგივეს გავუკეთებ. თხოვთ იქიდან აჩვენოთ. ამასაც ასეთი ფორმა. დაახლოებით აი ასეთი და აქ უკვე გავუკეთებ ჩვენ მას კრეჭას, პირველ კრეჭას. ეს ეთყობა სხვილი აქ, ამ სიგრძე ჩვენ არ გვინდა. დაახლოებით ასეთი და გავუკეთებთ პირველ ეტაპს ფორმირებებისას. აი დაახლოებით ასეთი. დაახლოებით ასეთი სურათი ექნება მას და წინ ნელა ის მიიღებს ფორმას. მას უნდა აღზრდა. მებაღებაში ამას ქვია აღზრდა. ასეთი ფორმა. მალე მიიღებს ის ამ ფორმას. ერთ თვეში რომ მოხალთ უკვე სახე შეცვლილი დაგხვდებათ. და ასე უნდა მივყვეთ ნელა ყველას. აი ასე გულდასმით. აი ეს უნდა გასუფთავდეს. ტოტები უნდა იყოს ბოლომდე მიჭრილი, რომ აქ არ დარჩეს არაფერი და აქ მოხდეს შეზრდა. იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ეს იქნება ხილული და ლამაზად უნდა იყოს ყველაფერი. გარკვეული დროის შემდეგ 3 წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ ეს ადგილი სუსტად გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს ფორმები მას დაფარავენ. მისი დეკორატიული სიმწიფე, ანუ საპროექტო სილამაზე დეკორატიული სიმწიფე, სამებაღო ტერმინია, ჩვენ გვექნება დაახლოებით 2-3 წლის შემდეგ. და თუ მცენარის ფასი, თქვა, პატარა როა ისე არის 400-500 ლარი, მას შემდეგ რაც მოხდება მისი ფორმირება ამ სახით, მისი ფასი იზრდება დაახლოებით 10 ჯერ. ასეთი სახის კრეჭა ნიევაკის ფორმის მიცემა შეიძლება წარმატებით ვიებზე ჩემი ვიდეოები ამის შესახებ არსებობს წინა პერიოდის და შეგიძლიათ იხილოთ სოჭზე შეგიძლიათ ბიჭზე სხვადასხვა სახის წიწოვნებზე, სხვა სახის კვიპაროზებზეც განსაკუთრებით კარგად ხდება ფორმირება, იმიტომ რომ ის კარგად იტანს კრეჭას. ამიტომ პერიოდულად თვალი ადევნებთ ჩვენს არხს, ჩვენ გვექნება კიდე სხვა სახის ფორმირებები და ამას ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ. თხოვთ გულდასმით მიაქციოთ ყურადღება ყოველ დეტალს და მე წარმატება მაქვს, რომ ახალი დამწყები მებაღეები ამას აითვისებენ კარგად და იქნებიან წარმატებული მებაღეები. აი დაახლოებით ეს არის მისი საბოლოო სურათი ამ ეტაპისთვის. აი ესეთ სახეს მიიღებს ეს პირველი ეტაპის შემდეგ. გავილოდოთ ახლა ჩვენ სადღაც აგვისტოს თვეში ალბათ კიდევ ერთი წელი ჩამოუნდება და ნელ-ნელა ეს უფრო გაიზრდება და ჩვენ ნაბიჯნობით გაჩვენებთ თუ როგორ განვითარდება ამ სცენარის შემდეგი ფორმა.